ოპოზიცია პაატა ბურჭულაძესთან ერთად სერიოზულად განიხილავს არჩევნების ტელეფონით ჩატარებას. არჩევნები რაც მეტად ტექნოლოგიურად იქნება დახვეწილი, რაც მეტად სამართლიანად იქნება დახვეწილი, უფრო მეტად სანდო იქნება და უფრო მეტად შეძლებს ამომრჩეველი გამოხატოს საკუთარი ნება. ნებისმიერ ინიციატივას მოვისმენთ. ჩვენ ვიბრძვით ჩვეულებრივი კონვენციური არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება ახალი CSGO-ს მიერ თავისუფალ პირობებში. თქმენ რომ არაფერი არ აქვს, გადავიდნენ utopიაში. და ფაქტია რომ ეს ადამიანები ეს საკუთარი თავით როცა ამბობენ რომ მაგალითად ბიულეტენმა გაჟონა და ამითი დარღვეული არის ხვის პარულობის უფლება ტელეფონით ჩატარებული არჩევნებში, მაშინ რა შეიძლება მოხდეს და რა რისკები შეიძლება არსებობდეს, ეგ ძალკე ამბავია, უბრალოდ არასერიოზულია, სასაცილო მდგომარეობაში არიან. ალბათ იავნანას ფონდი ახსენდება და ეს არის როგორც ჩანს ფასიანი იქნება, რა თქმა უნდა ძალიან რთული ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. თქვენ იცით რომ ჩვენ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ფაქტობრივად ბოლო მიღწევებით ვატარებთ არჩევნებს და სწორედ იგივე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება 4 ოქტომბერსაც არჩევნები, დანარჩენი თუ ვინმეს სულდა რომ დაურეკოს ეს პრობლემა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არჩევნები ვერ იქნება. მომხრევა რომ ბურჭულაძე როგორც CSGO-ს თავმჯდომარემ ჩაატაროს პარალელური არჩევნები ტელეფონებით, კი ბატონო, ალბათ ტელეფონების განყოფილების უფრო ძალკე დანიშნავს რომ გადაამოწმონ მე ტელეფონებში ვინ კითხვა, ვის დაუჭირა მხარი. საინტერესო იქნება სხვათა შორის როგორ ჩაატარებს ბურჭულაძე ტელეფონებით ამ არჩევნებს და ამავდროულად მათ შორის ეგრეთ წოდებული ეს ნაცმოძრაობა და მისი მიმდინარე პარტიები როგორ მიიღებენ მონაწილეობას. მე ალბათ შედეგებზე ექნებათ პრობლემა ამ ტელეფონებში, ხა ვინ რომელი ტელეფონით დარეკ, ალბათ ამასაც მნიშვნელობა ექნება.